სალამი ყველას, წინა ვიდეოში განვიხილეთ ფიზიკური შეტევის მქონე აიტემები, დღევანდელ ვიდეოში კიდე განვიხილავთ მაგიური შეტევის მქონე აიტემებს, როგორც შეგვიძლია. სანამ აიტემების განხილვაზე გადავიდოდეთ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და აუცილებლად გაუზიაროთ მეგობრებს, რათა უფრო კარგად ითამაშონ შემდეგში და გაუმარტივდეთ მატჩების მოგება. Wishing Lantern ოპონენტისთვის მიყენებული ყოველი 900 მაგიური დემეიჯი გამოისახებს, ასე რომ თქვათ, პეპლებს, რომელიც ოპონენტის მიმართულებით წავა, მას მოხვდება და დააკლებს მის იმჟამინდელი სიცოცხლის 8%-ს. როგორც უკვე მიხვდებოდით, ეს აიტემი კარგი არის ისეთი ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებიც გამოირჩევიან დიდი სიცოცხლით. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ აიტემის პასივი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ თამაშობ დიგითი ან სელენათი და ოპონენტს მიაყენე დემეიჯი მას შემდეგ, რაც შენ მოკვდი, ან შენი ტრაფით, ან შენი ბომბებით. სასკის, სასკუნიას და ვექსანას ლორდის შემთხვევაში ჩვეულებრივად აქტიურდება ეს პასივი, რომც მოკვდა მის შემდეგ. Flask of the Oasis ამ აიტემის ყიდვის შემდეგ გაუგრძელდება სიცოცხლის მომატების უნარი. ასევე იმ გმირის სიცოცხლე, რომლის სიცოცხლის მომატებას ან დაშილვას ვცდილობთ, ჩამოცდება გარკვეულ რაოდენობას, გააქტიურდება დამატებითი პასივი, რომლის მიხედვითაც მას გაუჩნდება შილდი. ასევე შილდის გააქტიურებასთან ერთად მისი ყველა სკილის კოლდაუნი დაიკლებს, ანუ მას უფრო სწრაფად შეიძლება მისი სკილების გამოყენება. ის თუ რამდენად დიდ შილდს გაუაქტიურებთ ჩვენიას დამოკიდებული არის გმირის ლეველზე. პასივის ამ ნაწილს კოლდაუნი გააჩნია, ანუ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ იგივე გმირზე გავააქტიუროთ, სხვა გმირზე ჩვეულებრივად ისევ გააქტიურდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პასივი მოქმედებს მხოლოდ ჩვენიანებზე, ანუ მხოლოდ ჩვენიანებისთვის შევძლებთ შილდის გააქტიურებას, ჩვენზე ეს ყველაფერი არ იმოქმედებს. ამ აიტემის პასივიდან გამომდინარე, ამ აიტემს ხშირად შევხვდებით სუპორტ გმირებში ან ისეთ ტანკებში, რომლებსაც შეუძლიათ რომ თავისიანები დახილონ, როგორც არის მინოტავრი, ან შილდი გაუკეთონ, როგორც არის ლოლიტა. ეს გმირებიც სუპორტებში გადიან. ასევე ამ აიტემის პასივი მოქმედებს ყველა გმირზე, რომელიც იყენებს სპელად სიცოცხლის მომატებას, ანუ Revitalize. შესაბამისად, ისეთი გმირები, რომლებიც ამ სპელს ხშირად იყენებენ, ამ აიტემის პასივისგანაც სარგებლობენ, თუ რა თქმა უნდა მას ააწყობენ. Genius Wand. ეს აიტემი გვიზრდის მაგიურ შეღწევადობას. ოპონენტზე დემეიჯის მიყენება მის მაგიურ დაცვას გარკვეული დროით ამცირებს. ვით უფრო მაღალ ლეველზე ვართ, მით უფრო დიდად შემცირდება მისი მაგიური დაცვა. ეს მაგიური დაცვის შემცირება ისტაკება, ანუ გროვდება და შესაბამისად თუ იმ ოპონენტს, რომელსაც უკვე დავაკერეთ მაგიური დაცვა, დემეიჯს აღარ მივაყენებთ, ეს ეფექტი გაქრება. პასივის ამ ნაწილიდან გამომდინარე, ეს აიტემი უხდება ისეთ გმირებს, რომლებსაც მიყოლებით შეუძლიათ რამოდენიმე დარტყმის განხორციელება და ოპონენტის მოკვლა. Lightning Truncheon ამ აიტემის ყიდვის შემდეგ ყოველ 6 წამში გაკეთებული სკილი ოპონენტზე გაუკეთებს მას გარკვეული რაოდენობის დემეიჯს დამატებული ჩვენი მაგიური ძალის რაღაც პროცენტს. ამ აიტემს აქვს ექოს ეფექტი, ანუ გადაცემის ეფექტი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ამ პასივს რომელიმე ერთ გმირზე გავააქტიურებთ, მასთან სიახლოვეს ყოფ ყველა გმირზე ჩვეულებრივად გააქტიურდება და გადაეცემა მათ. ამ აიტემს ხშირად შევხვდებით მაღალი მაგიური დემეიჯის მქონე გმირებში, მათ უმეტესწილად ეხმარება ეს აიტემი იმაში, რომ early game-ში უფრო დიდი დემეიჯი ჰქონდეთ და მარტივად შეძლონ ოპონენტების დაჭაბრა. Blood Wings ამ აიტემის ყიდვის შემდეგ გაგვიაქტიურდება შილდი და გაგვიზრდება მაგიური დარტყმა. შილდი ასევე გვიზრდის ფეხის სიჩქარესაც. თუ ოპონენტები დემეიჯს გავიგეთებენ და შილდის რაღაც ნაწილს დავკარგავთ, ეს შილდი აღდგება გარკვეული დროის შემდეგ. ხოლო თუ შილდს სრულად დავკარგავთ, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ ეს შილდი ჩვეულებრივად აღდგება, მაგრამ შილდის დაკარგვის მომენტში ჩვენი ფეხის სიჩქარე საგრძნობლად გაიზრდება ძალიან ცოტა ხნით, რაც ჩვენი გადარჩენის შანსებს უფრო ზრდის. მოთამაშეები ამ აიტემს უფრო late game-ისკენ აწყობენ, ანუ თამაშის მიწურულს. ამ აიტემს შევხვდებით ისეთ გმირებში, რომლებსაც late game-ში აკლიათ დემეიჯი ცოტათი და ასევე ფეხის სიჩქარე. Starlium Sight ამ აიტემის ყიდვის შემდეგ, როდესაც სკილს გავაკეთებთ, გარკვეული დრო გვაქვს იმისთვის, რომ basic ataka გავაკეთოთ ოპონენტზე, ანუ ჩვეულებრივი დარტყმა. ეს basic ataka ოპონენტს მიაყენებს დამატებით მაგიურ დარტყმას და ასევე true damage-ს. ასევე საგრძნობლად შეანელებს მას გარკვეული დროით. ამ აიტემს აქვს cooldown-ი, ანუ არ შეგვიძლია რომ გავსპამოთ და ყოველი სკილის შემდეგ აი ეს პასივი მივიღოთ. როგორც უკვე მიხვდებოდით, ამ აიტემის და ამ აიტემის პასივები, ანუ მექანიკები თითქმის ერთნაირი არის, შესაბამისად ორივე აიტემი გამოიყენება ისეთნაირ გმირებზე, რომლებსაც შეუძლიათ რომ სკილებს შორის ჩვეულებრივი დარტყმაც გააკეთონ. Glowing Wand ამ აიტემის ყიდვის შემდეგ, როდესაც ოპონენტს დემეიჯს გავუკეთებთ, მასზე იმოქმედებს წვის ეფექტი. ანუ მას ყოველ წამს მიაყენდება მისი მთლიანი სიცოცხლის 1% დემეიჯად გარკვეული დროის განმავლობაში. ამ აიტემის პასივის მეორე ნაწილი ზუსტად იგივენაირი არის, რაც Sea Halberds პასივი. ანუ ოპონენტს, რომელსაც დემეიჯს გაუკეთებთ, შეუმცირდება სიცოცხლის მომატების და შილდის გაკეთების უნარი საგრძნობლად გარკვეული დროის განმავლობაში. ისევე როგორც Sea Halberds, Glowing Wand-იც საკმაოდ კარგი არის ისეთი გმირების წინააღმდეგ, რომლებსაც საკმაოდ დიდი სიცოცხლის მომატების უნარი აქვთ, ან ისეთი სუპორტების წინააღმდეგ, რომლებიც სპეციალიზებულები არიან იმაში, რომ სიცოცხლე მოგიმატონ ან შილდი.
Ice Queen Wand-ის ყიდვის შემდეგ, როდესაც ოპონენტს damage skill-ით გაუკეთებთ, ის გარკვეული დროით შენელდება. ამ აიტემის პასივიისტაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვით უფრო მაღალ სტაკზე გვექნება ეს აიტემი, მით უფრო მეტად შენელდება ოპონენტი. რა თქმა უნდა, სტაკების რაოდენობა შეზღუდულია და ასევე შეზღუდული არის ამ ეფექტის გამოყენების საშუალება, რადგანაც აქვს cooldown-ი 1 წამი უნდა გავიდეს, რომ ეს ეფექტი თავიდან დაიდოს. ამ აიტემს ჩემი აზრით კარგად იყენებენ ისეთი გმირები, რომლებიც მასიურ დემეიჯს აკენებენ, ანუ მასიურ არეაზე, ანუ ერთდროულად რამოდენიმე ოპონენტს ურთმევენ და შესაბამისად ისინი ყველანი ნელდებიან და ჩვენიანებისთვის უფრო მარტივი ხდება შემდეგში მათი დაწევა და მოკვლა. ან პირიქით, გაქცევა. Concentrated Energy. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ გაგვეზრდება lifestyle, ანუ სიცოცხლის მომატების უნარი. ამ აიტემის პასივის მიხედვით, როდესაც ოპონენტს დემეიჯს გაუკეთებთ, ჩვენი მაგიური ძალა ცოტათი გაიზრდება. ეს ეფექტიისტაკება და მაქსიმალური სტაკების მიღწევის შემდეგ ჩვენი მაგიური ძალა პროცენტულადაც გაიზრდება. სტაკების მომატების პროცესში ძალიან ცოტა დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ შემდეგი სტაკი დაემატოს შემდეგ გაკეთებულ დემეიჯს. 5 წამის გასვლის შემდეგ კიდევ ეს სტაკები ჩვეულებრივად გაქრება და ჩვენი მაგიური დემეიჯი ჩვეულებრივ ფორმას დაუბრუნდება. ასეთი პასივებიდან გამომდინარე, ეს აიტემი კარგი არის ისეთ გმირებზე, რომლებსაც ოპონენტების შორიდან წამება შეუძლიათ ჩემი აზრით, მაგალითად ეგეთები არის ვალერი, გორდი და ასე შემდეგ. ასევე კარგი არის ჩემი აზრით ფაითერებზე, რადგანაც უფრო დიდხან დარჩებიან ბრძოლებში, რადგანაც ამ აიტემს აქვს როგორც უკვე თქვით lifestyle-იც, მაგალითად ეგეთი ფაითერები არიან ჯულიანი, სილვანა, გვინევერი, ასევე კარგი არის ასასინებზეც, მაგალითად როგორებიც არის კარინა, რუსიანი, ჯოი და ასე შემდეგ. Holy Crystal თამაში ყველაზე დიდ მაგიურ ძალას ამატებს და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მისი პასივის მიხედვით ის ჩვენ მაგიურ ძალას პროცენტულადაც ზრდის. ის თუ რამდენი პროცენტით გაზრდის ის ჩვენ მაგიურ ძალას, დამოკიდებული არის გმირის ლეველზე. ვინაიდან ეს აიტემი ძალიან ძვირი ღირს და ასევე სამი რაღაც უნდა ვიყიდოთ მანამდე სანამ მთლიანად დავაწყობთ და ამ სამსაც რო ვიყიდით, მერეც საკმაოდ ბევრი ფული უნდა შევაგროვოთ იმისთვის, რომ მთლიანი აიტემი ვიყიდოთ. სჯობს, რომ ეს აიტემი ვიყიდოთ მაშინ, როდესაც მინიმუმ 3 სლოტი მაინც თავისუფალი გვაქვს ჩვენს აიტემების ბოქსში, თუ რაც ქვია. თუ ბოლო აიტემად ავაწყობთ, დიდი ხნის განმავლობაში ვექნება მხოლოდ ერთი ნაწილი ნაყიდი ამ აიტემის და შესაბამისად დიდი ხნის განმავლობაში ამ აიტემის პასივს, მის ეფექტს ვერ მივიღებთ და ვერც მის მთლიან შესაძლებლობას, რაც იმას გამოიწვევს, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფაქტიურად ჩვენს ოპონენტებზე ბევრად სუსტი ვიქნებით. Divine Glaive. ეს აიტემი ამატებს თამაში ყველაზე დიდ მაგიურ შეღწევადობას. ასევე ამ აიტემის პასივის მიხედვით, ოპონენტის მაგიური დაცვის თითოეული პოინტი, ანუ თითოეული მაგიური დაცვა გარდაიქმნება 0.1 მაგიურ შეღწევადობად, რაც შეიძლება მაქსიმუმ ავიდეს 20%-მდე. ეს აიტემი უნდა ავაწყოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ოპონენტები გადაწყვიტავენ, რომ ააწყონ ძალიან ბევრი მაგიური დაცვა. სხვა შემთხვევაში ჯობია, რომ სხვა აიტემი ავაწყოთ, რადგანაც ზუსტად იგივე პასში შესაძლებელი არის, რომ უფრო მეტი მაგიური შეტევის მქონე აიტემი ვიყიდოთ, რომელსაც უფრო გამოსადეგი პასივი შეიძლება ქონდეს იმ კონკრეტული მატჩისთვის. Clock of Destiny. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ, როდესაც ოპონენტს დემეიჯს გაუკეთებთ, მოგვემატება ჰიბრიდული დაცვა გარკვეული დროით. ეს დაცვა იზრდება გმირის ლეველთან ერთად. პასივის ეს ნაწილი შეგვიძლია გავსტაკოთ და ვით უფრო მაღალ სტაკზე ვიქნებით, მით უფრო მეტი იქნება ჩვენი დაცვა. სტაკების მომატების პროცესში რაღაც გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ შემდეგი სტაკი დავიმატოთ. რაღაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კიდევ ეს სტაკები რა თქმა უნდა განვლდება. პასივის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ჩვენი სიცოცხლე ან მანა ჩამოცდება 50%-ს, მათ 15%-ს უკან დავიბრუნებთ. ამ მეორე ნაწილს აქვს cooldown-ი, ანუ რაღაც გარკვეული დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ეს ეფექტი თავიდან გამოვიყენოთ. ამ აიტემს მისი პასივებიდან გამომდინარე შევხვდებით ფაითერებში და ტანკებში, რადგანაც ისინი უფრო გამძლეები არიან შედარებით და ეს აიტემი უფრო ადგებათ და მათ უფრო გამძლეებს ხდის. Feather of Heaven. ამ აიტემის ყიდვის შემდეგ ჩვენს basic attack-ს ეზრდება damage-ი, ანუ მაგიური დარტყმა. ასევე ის პროცენტულად გვიზრდის მაგიურ ძალასაც. პასივის მეორე ნაწილის მიხედვით კი ჩვეულებრივი დარტყმის სიჩქარე იზრდება basic attack-ის გაკეთების დროს, ანუ ჩვეულებრივი დარტყმის გაკეთების დროს, გარკვეული პროცენტებით და გარკვეული დროით. პასივის ეს მეორე ნაწილი ისტაკება 5-მდე. ამ აიტემს იყენებენ ისეთი მაგიური შეტევის მქონე გმირები, რომლებიც basic attack-ს ბრძოლების დროს ხშირად იყენებენ. Enchanted Talisman. ეს აიტემი მაქსიმალური მანის რაღაც ნაწილს ყოველ რაღაცამდე ხანში ერთხელ აღგვიდგენს. მისი პასივის მეორე ნაწილის მიხედვით კი ის ზრდის შეზღუდვას 5%-ით cooldown-ზე. ანუ სკილები რომ მალე გქონდეს აი მაგაზე. ამ შეზღუდვებზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ მომავალში, ეხლა კიდე ამ აიტემზე რაც უნდა ვიცოდეთ ის არის, რომ ეს აიტემი უმეტესად ისეთ გმირებზე შეგვხვდება, რომლებსაც სკილები შედარებით მალე ჭირდებათ რომ გქონდეთ, ან უბრალოდ მანა ეცლებათ ძალიან სწრაფად. ამით ეს ვიდეო დასასრულს მივახლოვ და აუცილებლად დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს, რომელიც იქნება დაცვის აიტემებს.